უკრაინის სრული უპირატესობა აზოვის ზღვაზე. უპილოტო სისტემების ძალებმა გასულ ღამეს ყირიმის მისადგომებთან რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 28 გემს, მათ შორის 21 ტანკერს დაარტყეს. უკრაინამ ბოლო 6 დღეში რუსეთის 76 მცურავი საშუალება დააზიანა. ფლოტთან ერთად დარტყმები განხორციელდა ანექსირებული ყირიმის ენერგოკვანძებზეც. შედეგად რუსეთმა დონაზოვის არხზე ნაოსნობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსანს იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს. პოლიციის პოლკოვნიკ სოლი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სიგუა რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა საქართველოში დედასთან ერთად მაისში ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად ცუდად გახდა. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. ორთვიანი მკურნალობის მიუხედავად ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ბათუმში ევროპის დღის ღონისძიებაზე. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია, აღნიშნა პაվել ჰერჩინსკიმ.